ფლორენციაში სანტა-მარია ნოველას ტაძარში წარმოდგენილია მაზაჩოს უაღრესად დახვეწილი კომპოზიცია წმინდა სამება ღვთისმშობლითა და წმინდა იოანეთი. ფრესკა მაზაჩოს ბოლო მნიშვნელოვან შეკვეთებს შორის იყო და ხშირად მოიხსენიება როგორც ერთ-ერთი პირველი მონუმენტური რენესანსის ნახატი, რომელშიც ხაზოვანი პერსპექტივა იქნა გამოყენებული. ნამუშევარი ნათლად მოწმობს მაზაჩოს განსწავლულობას ანატომიის სფეროში. ამასთან ერთად ცხადი ხდება შუქითა და სივრცით მანიპულირების დახვეწილი ტექნიკა ხაზოვანი პერსპექტივის სისტემაში, რომელიც მისი მეგობრის ბრუნელესკის მიერ იყო შემუშავებული. მაზაჩო ამ ტექნიკას იყენებს თავისი უდიდესი ნამუშევრის სულიერი და ემოციური ეფექტის გასაძლიერებლად, რომლითაც მაყურებელი სულით ხორცამდე იმსჭვალება. თაღის ორივე მხარეს მუხლებზე ფიგურები დგანან. მათი ვინაობა დანამდვილებით არ არის იდენტიფიცირებული, სავარაუდოა, რომ გამოსახული პირები თანამედროვე ფლორენციელები არიან. ისინი, ვინც დააფინანსა ნამუშევარი, ან ნათესავები, ან ახლო თანამოაზრეები. ქტიტორთა ფიგურები განლაგებულია მნახველის ჰორიზონტის დონეზე და ისინი გამოსახულია ქვედა პერსპექტივიდან. ზედა ნაწილში ფიგურები ზომაში იზრდებიან მათი სიმბოლური მნიშვნელობის შესაბამისად. ფრესკამ რევოლუცია მოახდინა რენესანსის ხელოვნებაში, რადგან მასში პირველად იქნა სრულყოფილად გამოყენებული მათემატიკურად დაანგარიშებული ხაზოვანი პერსპექტივა, რამაც სიფრთხეზე რეალისტური სამგანზომილებიანი სივრცის ილუზია შექმნა და საფუძველი ჩაუყარა დასავლურ ევროპულ კლასიკურ ფერწერას.